გადაღლილი მშობლები და უყურადღებოდ დარჩენილი ბავშვები. დედმამის ემოციური გადაწვის გავლენა შვილებზე, რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას ბავშვის ფსიქოლოგიურ და ემოციურ განვითარებაზე. როგორ დავიცვათ ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობა. ამაზე ვისაუბრებ დღეს თიკა წერეთის რუბრიკაში. ძალიან მნიშვნელოვან ამბავზე უნდა გვესაუბროს. მოგესალმებით თიკა. მოგესალმებით. გამარჯობა თიკა. რა თემა მოუძებნია? ეს არის გადამწვარი და გადაღლილი მშობელი გვერდზე მიზის. ემოციურ გადაწვაზე ვსაუბრობ. არა მხოლოდ მშობლებს შევეხები. ეკო და შენთვისაც ალბათ საყურადღებო იქნება, იმიტომ რომ დღეს შევინიშნე გავდა ემოციურად გადამწვარი ადამიანის გზაზე. ეს ნამდვილად არ არის სახალისო თემა, მინდა გითხრათ, საკმაოდ რთული და ძალიან მძიმე შედეგებით შეიძლება გამოიწვიოს. უბრალოდ ემოციური გადაწვა ეს არის მდგომარეობა, რომელსაც იწვევს მუდმივი სტრესი და დაგროვებული, გამოუხატავი სტრესი. ეხლა და ამ დროს ადამიანი შეიძლება გახდეს აგრესიული, გულმავიწყობა იცის, შრომისუნარიანობა იკლებს, ხასიათი შეიძლება გაფუჭდეს, შეიძლება დისტანცირდეს ოჯახის წევრებისგან, შეიძლება ნაკლებად მოსიყვარულე გახდეს და ასევე ემოციურად დაშორება ხდება ადამიანებს შორის. ეხლა წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი მშობლებზე რომ გადავიტანოთ, რამდენად ცუდია, რომ აგრესიული მშობელი ხომ ძალიან მძიმეა, რა შედეგებს იწვევს ხო კარგად ვიცით, გულმავიწყობაც არ არის სასიამოვნო და ზოგადად ყველაფერი რომ გავიწყდება, ეგეც ძალიან ცუდია. ეს ეხლა ცოტა რბილად მოვყევი, მაგრამ მაგალითი მინდა მოგიყვეთ საკმაოდ მძიმე ესეთი შემთხვევა ყოველთვის არ არის, მაგრამ აი ყველაზე კრიტიკულ და რთულ შემთხვევებში ესეთი რაღაცებიც კი ხდება ამერიკაში. საშუალო რგოლის მენეჯერი იყო ადამიანი, მამაკაცი, რომელსაც 2 წლის შვილი ყავდა და სამსახურში რაღაც რეორგანიზაციის პერიოდი ჰქონდა, ძალიან დატვირთული პერიოდი ჰქონდა სამსახურში, ასევე ეს 2 წლის შვილი ხა ბუნებრივია უძილობაც გამოწვეული იყო ბავშვთან ზრუნვასთან დაკავშირებით და ბავშვი მიყავდა ბაღში. ჩასვა უკან მანქანის უკანეს სავარძელზე მამას და ბაღში წასვლის ნაცვლად გააგრძელა გზა, წავიდა სამსახურში და მას აღარ ახსოვდა რომ ბავშვი უკანა სავარძელზე ყავდა. და საშინელება ის იყო რომ როდესაც გაახსენდა უკვე რომ ბავშვი დარჩა მანქანის სავარძელზე პარკინგზე, ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა, იმიტომ რომ სიცხისგან ბავშვმა ვეღარ გაუძლო მოკლედ. ანუ ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცების დავიწყებაც კი შეიძლება, დავიწყებამდეც კი შეიძლება მიგიყვანოს გადაწვა. მაგრამ ეხლა ამ გადაწვას მინდა გითხრათ რომ აქვს თავისი ეტაპები. და ეხლა მინდა თიკას წესები ვთხოვო რომ გამოუშვან ეკრანზე და ეტაპი პირველი არის იწყება გულგრილობით. ანუ ცოტა უფრო გულგრილი ხდები ადამიანი. თითქოს რაღაცებზე ისე აღარ ნერვიულობ ეხლა. ნუ უკვე ჩემ გულს აღარაფერი ეკარება. თითქოს ეს კარგია, ვითომ არაფერი, მაგრამ სომატიკაში, ანუ ფსიქოსომატურ ჩივილებში რო გადავხედოთ, შეიძლება სურდო გქონდეს. ხა როცა ვირუსი არ გაქვს და სურდო მაინც გაქვს და ქრონიკულად არის და არც ალერგია არის, ხო? ამ დროს მაინც მისაქცევია ყურადღება. სხეული ხო ჩვენ გველაპარაკება ხომ. შემდეგი ეტაპი არის კონფლიქტურობის მომატება. ანუ უფრო შემდეგ თუ შეიძლება გამოგვიჩინეთ შემდეგი კონფლიქტის მომატება. ანუ სომატიკა აქ არის თავისტკივილი კუჭნაწლავის პრობლემები. ანუ უფრო მეტად კონფლიქტური შეიძლება გახდეს ადამიანი, ეს შეიძლება დაუშვათ სამსახურში მიღებული სტრესის შედეგად სამსახურში არ გამოხატოს, ეს კონფლიქტი სახლში გამოხატოს. ანუ ისეთ აგრესიული ხდები და გაღიზიანებული, ხო? რასაც აქამდე ითმენდი, იმას აღარ ითმენ. და ესეც თიკა ყველაფერი ბოდიში ორივე სიმპტომი რაც ჩამოთვალეთ, ერთი შეხედვით თითქოს კარგია, ერთი რომ გულთან აღარ ვიკავებ წვრილმანებს და მეორე რომ ანუ პირდაპირ უშვებ ამ ემოციას, აღარ იტოვებ გულში არ იკლავ რაღაცებს და ამბობ და რასაც ადრე არ აქცევდი ყურადღებას, ახლა გარეთ უშვებ და თითქოს რა კარგია. ან უცი რა არის, აქ შეიძლება სულ სხვა რაღაცას უშვებ. შეიძლება შენ სულ უმიზეზოდ ეჩხუბენ. ისეთი საჩხუბარიც არ არის ის რაღაცა, რაზეც ეჩხუბენ. აქ ხშირად აქ სხვა ამბავია და რომ ჩაეძიები, რატო ეჭიდავები ბავშვს? მუდმივად და რატო აყენებ ამ ხელა შეურაცხყოფას დაუშვათ, ხო, რომ ჩაეძიები მიზეზი ბავშვი კი არ არის, შენი სხვა პრობლემებია. დაგროვებული სტრესი და დაგროვებული რო თქვა მოიღო სხვაზე ხო რაღაცნაირად თუმცა არ არის ხვალსებელი მაინც ბავშვზე გადავიდოდ ვისაც ვიშეხდება ახლო ადამიანი ბავშვი ამ შემთხვევაში სუსტია და ხშირად არის ხოლმე რომ სუსტზე გადააქვთ ხოლმე ხო ანუ ოჯახის რომელიღაცა წევრი რომელთანაც უფრო ესეთი ადვილად გაქვს ურთიერთობა და გახსნილი ხარ ბოლომდე და მესამე არის უკვე რთული პერიოდი რთული ეტაპი როცა დეპრესიული სტადიაა და საქმის გაუფასურება ხდება ანუ რას ვაკეთებ ვის რაში სჭირდება ესეთი განცდა გაქვს უკვე საკუთარი თავის რისთვის ვიხწვი რატო ვაკეთებ რა აზრი აქვს რაღაცას ხო ანუ უკვე დეპრესიული ფონია სასოწარკვეთაში ვარდები დიახ
სომატიკაში ეს გამოიხატება გულსისხლძარღვთა დაავადებებით, კუჭნაწლავის დაავადებებით და ასე შემდეგ. მოკლედ არის ეს მთელი რიგი პრობლემები და მე ამ თემასთან დაკავშირებით ჩავწერე ჰოლანდიელი ფსიქოთერაპევტი ბარბარა პომპე იყო ჩამოსული საქართველოში და სწორედ აი ამ თემაზე რა უნდა გავაკეთოთ, ანუ როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, იმისთვის რომ ჩვენ ემოციურად არ გადავიწვათ, სასურველია საკუთარ თავზე ზრუნვა, თვით ზრუნვა. და მოდით აი ვნახოთ რა გამოსავალს გვთავაზობს ქალბატონი ბარბარა. საინტერესოა. ცოტა მინდა თვით ზრუნვაზეც ვისაუბროთ, რადგან მშობლები ხშირად არ ზრუნავენ საკუთარ თავზე. ზრუნავენ ყველაზე, ბავშვებზე, ოჯახის წევრებზე, სამსახურზე და საკუთარი თავი გვერდით რჩებათ. რამდენად აუცილებელია ზრუნვა საკუთარ თავზე და როგორ გავაკეთოთ ეს? რა შეკითხვები დავსვათ, ან როგორ მივაქციოთ ყურადღება ჩვენს სხეულს ან საჭიროებებს? ზოგჯერ ეს გვავიწყდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას უშველის ის, რომ უბრალოდ ავდგეთ და დრო დავუთმოთ საკუთარ თავს. უბრალოდ დაჯდე და იყო საკუთარ თავთან. ცოტა ხნით მაინც. დავიფიქროთ ჩვენ საჭიროებებზე და სურვილებზე. უბრალოდ იგრძნო როგორ ხარ, ისუნთქო. დაჯდე და არ იფიქრო არაფერზე. დაჯდე და დაინახო შენი შვილები. დაჯდე და არაფერი აკეთო. ძალიან ხშირად ჩვენი სხეული გვესაუბრება და გვაძლევს ნიშნებს. როგორ მივხვდეთ, რომ პრობლემა გვაქვს? როცა თავი გვტკივა, მხრები გვაწუხებს, რას გვეუბნება სხეული? აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხეული გვიყვირის და დახმარებას ითხოვს. ყვირის მიშველეთო. მე არ ვარ ის თერაპევტი, რომელიც იტყვის მხრების ტკივილი ნიშნავს, რომ ტვირთი გაქვს აღებული საკუთარ თავზე და ვეღარ უძლებს შენი ფსიქიკა. მე უფრო გეტყოდით, რომ დააკვირდით შეგრძნებებს. რას გრძნობთ მხრებში და კითხეთ თქვენ თავს, როგორ ვაკეთებ ამას. ყურადღება მიაქციეთ ამ შეგრძნებებს, ფიქრებს. უბრალოდ დასხედით და შეიგრძენით ტკივილი და ემოციები, რომელიც გაქვთ. ადვილი არაა ამის გაკეთება, მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვა სწორედ ესაა. დავსხდეთ და ყური დაუგდოთ სხეულს. ბავშვების, სამსახურის, ოჯახის წევრების, მეგობრების პარალელურად უპირველესია დრო საკუთარი თავისთვის გამოყო. მე არ ვსაუბრობ მედიტაციაზე ან თუნდაც იოგაზე. ეს კარგია, მაგრამ ყველაფერი არის რაღაცის კეთება. მე კი ვამბობ, რომ შეყოვნდი და იყავი საკუთარ თავთან. ესაა ძალიან რთული. შენელდე, შეჩერდე და იყო საკუთარი თავი. დიახ. მშობლებისთვის ძალიან რთულია, ბევრი გეგმა აქვთ თავში. და მერე სხეული იწყებს ტკივილს. შეიძლება ეს იყოს მხარი ან წელი, თუ არ მოусმენ, უფრო გაძლიერდება. ან როცა სხეული ტკივილს იწყებს, აქ უნდა გავჩერდეთ? მანამდეც უნდა მოусმინოთ, რადგან სხეული ყოველთვის გვაძლევს ყველა სახის ნიშანს. როგორი რეაქცია გვაქვს ამა თუ იმ მოვლენაზე? ძალიან სასარგებლოა სუნთქვები. უბრალოდ ისუნთქეთ, ეს არაა რამე განსაკუთრებული. შენ თვითონ იცი შენი საჭიროებები. უნდა მოусმინოთ თავს. თუ არ მოусმენთ გონებას და სხეულს, გადაიწვევით. ეგრეთ წოდებული ბურნაუთი განვითარდება. როცა გადაწვის ნიშნები გვაქვს, რა ვქნათ? აუცილებელია ფსიქოთერაპევთან მისვლა, თუ შეგვიძლია დავსხდეთ, მოусმინოთ საკუთარ თავს და სუნთქვა დავიწყოთ. გადაწვა არ არის მხოლოდ ერთი რამ. ეს ბევრი რამისგან შედგება. ეს შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, შეიძლება კუჭნაწლავის სისტემა იყოს მოშლილი. აქ ჩართულია ნერვული სისტემა, რომლის ბალანსიც დარღვეულია. ძალიან კომპლექსურია, ხო? დიახ, ძალიან კომპლექსურია. ამიტომ ამას უცებ ვერ გადავჭრით. პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ამაზე. საჭიროებებზე უნდა დავიწყოთ ლაპარაკი. გადაწვა ნიშნავს, რომ შენ წლებია არ გიზრუნია საკუთარ თავზე? შენ არ შეხვედრი ხარ შენს საჭიროებებს წლებია. არ შეხვედრი ხარ შენ საჭიროებებს წლებია. ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთა ბარბარამ, სხვათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მე რაც ყურში მომხვდა და დამრჩა არის ის, რომ ჩვენ ხო გგონია, რომ მაგალითად რომ საკუთარ თავზე ზრუნვა არის ის, რომ წავალთ იოგაზე, გავისეიროთ რაღაც. ანუ ესეც რაღაცის კეთება არისო და უბრალოდ აი ცოტა ხანს გაჩერდი. აი ამ ქაოტურ სამყაროში ძალიან რთულია გაჩერება. უბრალოდ გაჩერდი და თუნდაც ეს იყოს 5 წუთი, აი გაჩერდი და არაფერი აკეთო. აი ეს არაფრის კეთება ზოგჯერ, აი როგორი მნიშვნელოვანია ვასიკო ეხლა. როგორი მნიშვნელოვანია, აი ონკანს რო შევშვიდე, წყალი გაქვს, გინდა რომ აავსო და დაიცალა ჭიქა და ამ ონკანს რო შევშვიდე, ხო უნდა გააჩერო რომ აივსოს. აი ზუსტად ეს ეფექტი აქვს. ჩიკა ცოტა ხან შეიძლება. აი მე მაგალითად ჩემ შემთხვევაზე ვისაუბრებ, როცა ვჩერდები ფიზიკურად.
ტვინში ისეთი ხდება, რომ შემიძლია მთელი ღამე არ მეძინოს, ფიქრებს ვერ ვაჩერებ. ყველაზე მეტად აი სულ რაღაცა ტრიალი გონებს, სულ რაღაცას ვაკეთებ, თან ძირითადად სამსახურეობრივად, ჩემს გონებაში. აქ რაღაც დაგეგმილი უნდა გქონდეს ალბათ ცოტა უფრო. ანუ თუ შენ არ გაწუხებს, მაშინ არაფერი შეგიძლია გააგრძელო, მაგრამ რაღაცა დროის შემდეგ შეიძლება შეგაწუხოს ამან. მაგალითად 2 დღისთვის 40 საათი ჩვენ აქაც დავდიოდი ყველაფერი ჩვენებად ვაკეთე, მაგრამ 40 საათი გადამულად არ მძინებია. ეს ფაქტობრივად არის ძალადობა საკუთარ თავზე ეკო. და დღეს შენ როგორც იწევდი, ძალიან გავდა ძალიან აჟიტირებული, აქტიური, ვერ ვაჩერებ და აი ჩემთვის ეკო გავს ბავშვს, რომელსაც ძალიან ბევრ წრეზე დაატარებდი და საღამოს რო ვერ იძინებს, იმიტომ რომ მეტად გადაღება. ერთი რაღაცა მაინც საბოლოოდ მაინც რაღაცა სამსახურს უკავშირდება ეს გადაწყვეტილება და ამიტომ მე მექნება ასეთი აზრი მაქვს მე რომ უნდა იმუშაო იმისთვის რომ იცხოვრო და კი არ უნდა იცხოვრო იმისთვის რომ იმუშაო. აი ეს თუ შეიცვლება ძალიან კარგი იქნება. თუ კი არა ეგ არის რაც გვიშვენის თორე შენ თუ მთელი იმისთვის ცხორ სულ რო იმუშაო მაშინ გადაიწყვეტე კი არა შეიძლება გაწევრო. იმუშაობა თუ გვტვირთავს დადებითითაც ეს კარგია მაგრამ აი რაც შეეხება გაჩერება ბევრ საქმეს ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე სანამ შემოვიდოდით ეთერში რომ მე მაგალითად მაქვს პირიქით თუ კი მაქვს ძალიან ბევრი საქმე და ყველაფერს დედაც კარგი ვარ მეუღლეც კარგი აი ყველაფრად ვარგი ვარ მაგრამ აი საკმარისზე უცებ მივხვდები ფიზიკურად დავიღალ და მოდი ხვალ დავისვენებ და ნაკლებ საქმეს გავაკეთებ თუ კი გამომივიდა ეს აი იმ რაღაც დასვენების 2 საათს რომ მოვახმარ ჩემ თავს მე რაღაცნაირად ვეღარ ვდგები ფორმაში და მე რაღაც შფოთი მაქვს რომ რაღაცა დავაკელი შემეწო რომ უფრო მნიშვნელოვანი გამეკეთებინა და ასე შემდგომ. აი დასვენების 2 საათს როგორ მოახმარ შენ თავს ხოთა შორის ესეც უნდა ვიცოდეთ რომ დასვენება და საკუთარ თავზე ზომა კარგია, საჭიროა იმისთვის რომ შენ ხომ ხარ ამ აქტიურობის პროცესში კარგი და უკეთესი დედა იქნები. კი ასეა და მაგრამ დასვენებაც უნდა იცოდე როგორ დაისვენ. ხო აი ეს არის უნიშნავანი. დასვენების შემთხვევაში როდესაც მე ჩემ თავს დავუგდებ ყურს ხო უკეთესი დედა ვიქნები იმიტომ რომ მე თუ ჩემი თავისთვის ყურის დაგდება არ ვიცი როგორ მეწოდინება სხვისთვის ყური, როგორ მოусმენ სხვას, ხო? ეს ახალგაზრდები როცა ვართ, აქტიურები ვართ და ენერგია გვაქვს, მაგრამ ეს ენერგიაც ხო სასრულია და არ უნდა გამოვიყენოთ ბოროტად. ანუ სანამ ასე მოგწონს თითქოს მაინც დავაკვირდეთ, რომ ეს რეჟიმი ახლა ნორმალურია, სადღაც დასვენება ხომ მჭირდება და აი იმ დასვენების საათები თუ წუთები უნდა გქონდეს. ზოგჯერ მარტო 5 წუთი შეყოვნებაც საკმარისია, მართლა ოღონდაც ეს რაღაც სისტემაში უნდა გქონდეს. მოყვანილ და საკუთარ თავს ყური უნდა დაუგდეთ, იმიტომ რომ სხეული გიყვირისო, ესეთი რაღაცა თქვა ბარბარა. რომ როდესაც სხეული ხო გვაძლევს ჩვენ რაღაც ნიშნებს და თუ ტკივილები სხეულში გადავიდა, უკვე უნდა გაჩერდე აუცილებლად და ანუ უძილობა თუ გაქვს, თუ ვერ იძილებ, აქ რაღაცაშია საქმე. ეს არ არის ისეთ ყველა არ ხდება. მოდით ახლა შემდეგიც მოვისმინოთ, შემდეგ კიდევ ერთი ფრაგმენტი ჩავწერე ბარბარასთან და მოდით ვნახოთ რა სამყაროს. საინტერესოა. So what can we say about რა შეგვიძლია ვთქვათ საზღვრებზე? მე ვარ ბებია. დედა. როცა ჩემი ტყუპები პატარები იყვნენ, სახლში რომ ბრუნდებოდნენ, მე დაღლილი ვიყავი. ისინი კი ხმაურობდნენ, დარბოდნენ. უნდოდათ ხტუნაობა და სიცილი. მე კი მინდოდა რომ დამსხდარიყვნენ, ჩაი დაელიათ. უბრალოდ გამომეკითხა როგორ იყვნენ და დღემ როგორ ჩაიარა, მაგრამ ცელქობაში გართული ბავშვები ჩემ შეკითხვებზე რა თქმა უნდა არ პასუხობდნენ. არც მაგიდასთან დასხდომა სურდათ და რომ დავაკვირდი რატომ ხდებოდა ეს, მივხვდი რომ მაგიდასთან მშვიდად დაჯდომა ჩემი მოთხოვნილება იყო და არა მათი. მე მინდოდა დამსხდარიყვნენ სუფრასთან და ჩაი დაელიათ. მათი მოთხოვნილება იყო თამაში. თამაში უნდოდათ გესმით? საზღვრებთან მუშაობისა და ზრუნვის პროცესში რაც ვისწავლე ისაა, რომ არ უნდა მოვაქციო ბავშვები ჩემს სურვილებში. ანუ ეს თქვენი მოთხოვნილება იყო? დიახ, ჩემი მოთხოვნილება იყო რომ დამსხდარიყვნენ და ეჭამათ. და მაშინ რა უნდა ვქნათ, როცა მართლაც საჭიროა რომ ბავშვები დავსვათ მაგიდის გარშემო, რადგან ჭამის დრო აქვთ. როგორ ვუპასუხოთ, როცა ისინი უარს ამბობენ? მაგალითად მათ არ სურთ ჭამა და ამას ვხვდებით მშობლები. რატომ გვინდა ჩვენ მშობლებს რომ ბავშვებმა მაინც და მაინც ისჭამონ, რასაც ვთავაზობთ? ბევრი მშობელი იტყვის, რომ ეს მათთვის და მათი ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი. ისინი ჯანმრთელები არიან. და თუ არაფერს ჭამენ? არა. ეს ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ საკვებს. ამ კონკრეტულ ხილს თუ ბოსტნეულს. თქვენ ამბობთ, რომ როცა ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე, აღარ უნდა შევთავაზოთ ან ვთხოვოთ?
You can ask, of course, but you თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ, მაგრამ არ უნდა დააძალოთ და არ უნდა დააშინოთ. თუ დავაძალებთ ბავშვებს ეცოდინებათ, რომ დედას ძალიან აღელვებს კვება, რომ ეს დედის სუსტი წერტილია. კვება უმნიშვნელოვანესია ადამიანების ცხოვრებაში. უბრალოდ ჩვენ საკითხს ისე არ უნდა შევხედოთ, რომ ბავშვმა ეს თუ არ ჭამა ქვეყანა დაიქცევა. უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვი ჯანმრთელია, გარემოც ჯანმრთელია და თუ ამ ერთ კონკრეტულ საკვებს არ მიირთმევს, არ დაშავდება ამით არაფერი. not eating this one thing. თუ უარს ამბობს, ჩვენ შეგვიძლია პატივი ვცეთ მის სურვილს და შევეშვათ, ხო? Yes. დიახ. I respect kids. კი ბატონო, დაუშვათ მე პატივს ვცემ ბავშვის გადაწყვეტილებას და გაგებით ვეკიდები, რომ მას არ სურს კვება, მაგრამ მაინც ნერვიულობ შინაგანად, რომ ბავშვი მშიერია. ამ დროს რა ვუყოთ ჩემ შეგრძნებებს? You are projecting. დააკვირდით, ხომ არ არის ეს თქვენი პროექციული ფიქრები. როცა ბავშვს ეუბნებით, მშიერი ხარო, დააკვირდით, თქვენ თვითონ ხომ არ ხართ იმ მომენტში მშიერი. ეს შეიძლება მშობლის მოთხოვნილება იყოს და არა ბავშვის. ამიტომ დააკვირდით საკუთარ თავს, რა არის თქვენი მოთხოვნილება მოცემულ მომენტში. What is my need? When we are nervous, when we აი ასეთ დროს, როცა სტრესში ვართ, დაძაბულები ვართ, რა სახის სავარჯიშო შეიძლება გავაკეთოთ, რომ დავმშვიდდეთ? გამტვირთოთ სხეული, დავიმშვიდოთ ჩვენი ფიქრები. შეგიძლიათ გვირჩიოთ რამე. Yes, play with your children. დიახ, დაიწყეთ თამაში ბავშვებთან. მომენტალურად დამშვიდდებით და გაბედნიერდებით. ასევე ნუ იქნებით ძალიან მკაცრები. ნუ დანიშნავთ კონკრეტულ დროს ჭამისთვის. ჯერ დამშვიდდით. 10 წუთის შემდეგაც შეიძლება ჭამოს ბავშვი. 10 minutes later. How do you think? როგორ ფიქრობთ, ბავშვებთან წესები გვჭირდება? რა თქმა უნდა გვჭირდება. როგორი წესები გვჭირდება? Rules are ჩვენ წესები უნდა გქონდეს ყველგან. უნდა გქონდეს პრიორიტეტები და უნდა ვიცოდეთ რა დანიშნულება და მიზანი აქვს წესებს. What is most important? რა არის მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ბავშვის აღზრდისას რა უნდა იცოდნენ? child is someone რომ შენი შვილი არის სხვა ადამიანი და შენ არ იცნობ მას. არ იცი რა სურს მას, რა ტკივა. შენ არ იცნობ შენ შვილს, შენ არ იცნობ არც შენს პარტნიორს. აქედან წამოვა ცნობის მოყვარეობა და დასვამ შეკითხვას. კითხავ ბავშვს, რა გჭირდება. ასეთი ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია მშობლისთვის. on this point. Talking about playing თქვენ საუბრობდით ბავშვებთან თამაშზე. როგორი თამაშია სასარგებლო, ვითამაშოთ ის, რაც ბავშვებს სურთ, თუ ის, რაც ჩვენ გვსურს? როგორ ვითამაშოთ? ჩვენი წესებით თუ მათი წესებით? With your rules and with their rules. ორივე წესებით. ჩვენ ვსწავლობთ მათგან და ისინი სწავლობენ ჩვენგან. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ მათი გზამკვლევი ვიყოთ ცხოვრებაში. თამაშის დროს საკუთარ თავთანაც არ ვკარგავთ კავშირს. ვკითხავთ ჩემ თავს, როგორი თამაში მინდა ახლა ბავშვებთან. რამე სხეულებრივ თამაშს ვითამაშებთ მათთან ერთად დაახლოებით 5 წუთი. ეს არ იქნება დიდხანს, მაგრამ ეს გვაძლევს აქტიურობის განცდას. ასეთ მომენტებში ინვესტიციას ვდებთ ურთიერთობებში. მარტო პრობლემებზე კი არ ვსაუბრობთ ბავშვებთან. ვხალისობთ კიდეც, დროს ვატარებთ ერთად. ეს უძვირფასესია. It's about that. ეკოს დავუგეგმეთ დღევანდელი დღე მე ვასიკომ და თიკამ და აქედან პირდაპირ მიდის თიკასთან კაბინეტში უკვე გადაინაცვლებს. ცოტა ღრმას ჩანმებული ემოციური გადაწყვეტა აუცილებელია, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ ემოციურად არ გადავიწვათ, სწორედ ის საზღვრები არის ბავშვებთან, საზღვრების დაცვა არის აუცილებელი, როცა და შესაბამისად საზღვრები რომ დავიცვათ, უნდა მოусმინოთ და პირველ რიგში უნდა მოусმინოთ საკუთარ თავს და აი ეს რეკლამ ინტერვიუს დროს საუბრობდით ეკოსთან და მინდა მაყურებელსაც კიდევ ყურადღებით დეტალურად ვუთხრან. ის რომ მე თუნდაც 3 წუთი დავჭდები და არაფერზე ვიფიქრებ, მართლა საერთოდ ტვინს კი არ ვთიშავ. უბრალოდ ვაკვირდები საკუთარ თავს და ვფიქრობ, რომ რა მაგარია, აი ხა ამ წუთას მე მშვიდად ვარ. და რა კარგია, რომ აი ეს 3 წუთი საკუთარ თავს ვაჩუქე, რომ რა მაგარია, რომ დავისვენე. აი ხა არაფერზე არ ვზრუნავ, აი არ შემოდისეთ მეტი ფიქრები, რა ხდება სამსახურში, რა შეება ბავშვი, ვინა ჭამა, რა გავაკეთო დღეს სადილად, ხო? აი არაფერ, აი ასეთ ყოფით რამებზე რომ არ ვფიქრობ, უბრალოდ მომწონს ის მდგომარეობა, როგორშიც ვარ. თუ შეძლებ კი, განტვირთვის საშუალებას ნამდვილად მოგცემს დარწმუნებული ვარ ადამიანს ასეთი ეს არის სწორედ ის, როცა ის რაც გავსებს იმისთვის, რომ მე ენერგიით იყო მთელი დღის განმავლობაში, მოკლედ მე დაგემშვიდობებით, მეგობრებო. დიდი მადლობა ასეთ საინტერესო ინტერვიუსთვის და ასეთი კარგი ინფორმაციის მოწოდებისთვის. იმედია გავითვალისწინებთ ჩვენ ყველანი და ჩვენი ტელემაყურებლებიც ცხადია. პირველ რიგში დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი თავი შეგვახსენა. იმიტომ რომ კი საბოლოო ჯამში ეს ბავშვებზეც აისახება, ან დადებითად, ან უარყოფითად და პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენზე, რომ კარგად ვიყოთ. გეთანხმებით. კარგი, ახლა